ამერიკელი სპეციალისტები მექსიკის ყურეში ნავთობის ლაქის ლიკვიდაციას შეუდგნენ. წყლის ზედაპირზე დაღლილ ნავთობს ცეცხლი წაუგიდეს. ნავთობის ლაქა ბრიტანული კომპანიის British Petroleum-ის ნავთობმომპოვებელი ბაქანის აფეთქების შედეგად გაჩნდა. სანაპირო სამსახურის მონაცემებით ნავთობისთვის ოპერაცია მდინარე მისისიპის დელტიდან 48 კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობს. ლაქა ლუიზიანას შტატისკენ მიემართება. ექსპერტების ვარაუდით ის 30 აპრილს მატერიკის სანაპიროსაც მიაღწევს. ჩვენ ნავთობის ლაქის გავრცელების შესაჩერებლად ყველა ღონეს ვიხმართ, თუმცა ვფიქრობ, რომ პრობლემას მალე მოვაგვარებთ. აცხადებს ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი British Petroleum-ის წარმომადგენელი დუგ სათხსი. ყოველდღიურად მექსიკის ყურეში 2 ჭაბურღილიდან 160 ლიტრი ნედლი ნავთობი იღვრება. ავარია და აფეთქება ბაქანზე 20 აპრილს მოხდა. ინციდენტის შედეგად უგზო-უგლოდ დაკარგულად ითვლება კომპანიის 11 თანამშრომელი. ავარიიდან 2 დღის შემდეგ ნავთობმომპოვებელი ბაქანი ჩაიძირა. ნავთობის გიგანტური ლაქა მექსიკის ყურეში ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის.